დღეს ნიკოლოზობა ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ჩატარდა. ღვთისმსახურება აღევლინა გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. წმინდანი სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მიიჩნევა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 19 დეკემბერს და 22 მაისს. სრულად მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს. თანამედროვე კალენდარული სტილით არის 19 დეკემბერი, ხოლო ძველი კალენდარული სტილით არის 6 დეკემბერი. წმინდა ნიკოლოზი გამოირჩევა თავისი საკურველთ მოქმედებით, იმიტომ რომ საკურველთ მოქმედებაში იგულისხმება ის, რომ ის უამრავ გაჭირებულ ადამიანს, ვინც შემწეობას საჭიროებდა, ვინც განსასწრებში იყო, უძლურებაში იყო და წმინდა ნიკოლოზს შევედრებია, ყველას რა თქმა უნდა შეწევნა მიუღია და მისი ცხოვრებაც აი უამრავი მრავალრიცხოვანი სასწაულებით არის მოცული. გული წმინდანი იმით არის, რომ ჩვენმა უწმინდესმა შეავედრა წმინდა ნიკოლოზს, რომ თქვენ იყავითო საქართველოს ეკლესიის საჭეთ მართველი. Ოდესაც პატრიარქი გახდა ჩვენი უწმინდესი. მისი მეუხებით, მისი ლოცვით ღმერთმა მოგმადლოს, მშვიდობა ადამიანებს შორის სიყვარული სუფევდეს და ერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენი ერთობით და ერთად ყოფნით ღმერთს ვადიდებდეთ და საბოლოო ჯამში საკუთარი შვილები გადავეშინოთ და ცხონდეთ და გადავჭით. ისთვისკენაც თითოეული ადამიანი მოწოდებული, რა თქმა უნდა, ღვთის მიერ. ერთმა დაგლოსა და მრავალ ნიკოლოზობას დაგასრათ.